დღევანდელ გაერთიანებაზე. აი 30 მარტს რო ხდება. ისე ზოგადად საერთოდ მაინტერესებს იმაზე რა ქვია, საერთოდ ისე მაინტერესებს, ანუ პოლიტიკა იმართება თუ არა სწორად. და მე იმაზე მინდა რომ თქვა, რასაკეთებ დღესასწაულზე ეს. მე ვიტყვი თქვენს თქმით და მე ვიტყვი დღესასწაულზე ეს. ანუ დღესასწაულზე ინტერესია. რატომ გადმოიწია? ანუ ეშმაკმა ზუსტად ეშმაკმა ჩაყო თავისი ბინძური ხელები ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, მე მივწერე პიროვნებებს და მე უთხარი ჩაანაცვლეთ მეთქი ეს 30 ვითომ ზვიადის სახელით და ვითომ ზვიადის სახელით კი ბატონო და ეს საზოგადოებაში ძალიან იმას გამოიწვევს რა ქვია რომ აი ხალხი ისედაც უძღეშია და ამის უკან დგას ივანე ერგვიშვილის იმედია ჩვენი პირველი მოხალხე არის ქრისტიანები დანარჩენს მე ამათ არ ვცნობ არ ვუსეც კი ბატონო მეზობლური ურთიერთობა გვაქვს ისა რა ქვია მქონდეს და ვაწარმოოთ ისა რა ქვია ისტორიის რა ქვია დიპლომატია მაგრამ ხო ლიბია იყო იუგოსლავია იყო სადამ ჰუსეინი ყველა და ყველა სახალხო ჩაახოსია სატანა ყველა გაანადგურებია მე ასე მიმაჩნია რომ შეხედეთ ჩვენ დღეს რუსეთის იმპერია ვარ გვდეს როგორც ქრისტიანები ისინი ჩვენსავით ქრისტიანები არიან ოღონდ ჩვენზე გვიანები რუსეთმა ისევ მოიცილა სატანა მოგვაცილა ბევრი წლები და მე ისევ ლაფში ჩავარდით ხო ისევ რუსეთთან გაერთიანებით თუ ჩვენ ეშმაკს ისევ მოვიცილებთ კიდე რაღაცა პერიოდით მე ისევ ალბათ ჩავარდებით ლაფში მე ისევ მაგენთან ერთად რო შევძლებთ ისევ ბოლოს მოცილებას ასე მიმაჩნია მე რაღაცა მაგრამ აი ერთი მითხარი რუსეთი როდის დაგვეხმარა ხო საკუთარი დიპლომატია მანამ დაატარებდა აი ეს სათავოდოთა ფენიქსი იყო დიპლომატიასთან ოჯახებში შეუშვა ჩვენი ხალხი კარები გაუღო და მისცოლებთან წებოდნენ ჩვენ ქრისტიანები მოდი ერთ რამეს გეტყვი რუსეთი დავტოვოთ გარეთ რა ჩვენ არ გვინახა რუსეთის ერთიანოს ხო ქრისტე რასაც გვეუბნება ეგ იყოს თორე იქ რუსეთმა რა გავიკეთა და თურქეთმა რა გაგვიკეთა და იმარა წაგვართვა ეგ რო ჩავთოთ ახლა აქ წაგვიყვანს ისევ ქაოსში ყველაზე მთავარი არის ჩვენისთვის ერთიანობა რა პირველი საქართველოში უნდა იყოს ქრისტეს სიტყვა მკაცრად მყარი ანუ როგორ რაც თქვა ქრისტემ ის უნდა აღვაჩნია თან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და კი ბატონო უნდა ვისაუბროთ როგორ არის საერთოდ უნდა მოიძრაო ქრისტე ვისაც გვიგზავნის ანუ თავის მოციქულებს ხო თავის მოციქულები 2000 წლის წინ კი არ ყავდა მარტო დღესაც გვიგზავნის ხო მაგრამ ეხლა ჩვენც მოციქულები ვართ მე ესე ვთვლი რა და ამას არავინ არ იტყვის და თუ ჩვენ მათ გავწირავთ ჯვარზე ვაცვამთ მოვკლავთ ხო ამაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ და სწორედ ეს არის ანუ თუ ჭეშმარიტება არ ვაღიარებთ ხო ერთი რომელიმე ვიდეო მანახოს ვინმე სადაც ზვიადი ქრისტიანებზე არ საუბრობს ერთი რომელიმე ვიდეო მანახოს და მოდი შევადაროთ დღევანდელი პოლიტიკოსები რომლებიც მარტო ფულზე საუბრობენ და ვაჭრობაზე როგორ შეადარო იმას აქედან გამომდინარე ისე ვიმეორებ ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტება ერთადერთი ხსნა ქართველი ერის არის გზა არის ეს რომ თავი ვიხსნათ და აი იმ სიბნელიდან გამოვიდეთ რა სიბნელეში სიმყოფება ქართველი ერი ამ იმას რა ქვია საიდუმლო რო გავაღოთ და ვეძებთ ამერიკაში ხსნას ვეძებთ ჩინეთში ხსნას და რუსეთში ხსნას და ყველა აბსოლუტურად ყველა ადგილას უნდა ჩავიდეთ რაც არ უნდა დაგვიждდეს და ხალხი უნდა გამოაღვიძოთ რომ აქ არის ხსნა აქ გვაქვს ყველაფერი ის სიმდიდრე ჩვენ რასაც ვეძებთ თქვა სიტყვაზე სხვა ის სიმდიდრე აქ მოხდება იქნებ იქიდან რაღაცა ინფორმაცია უნდა მოვიღო და ესე არ შეგვიძლია ასე მე ხა ბევრ ადგილას მივდივარ და ეს ძალიან ცივა იმან არაფერი არის ეშმაკის მოგზავნელია და სწორედ აი ეს უყავს ჩვენ აი ეს უყავს და კი ვიცით დღეს საქართველოს რა დღეშია აი უკვე ქართველი არის არ ვიცი მერაპოსტავამ რო თქვა რომ დადგება ჟამი ხო ხელების იმით დაიწყებთო ქართველების ძებნები განა ადგილი შეიძლება სიტყვა დატოვა და სიტყვა ვიცი რაც არის თავარი
ჩვენი ყოველი მოკლედ მეგობრებო, ესე ითიშება ინტერნეტი და ისე ვირთვება. დღეს მე მაწვალებენ, ეს დაგეგმილია და დაკვეთილი არის როგორ შანს, იმიტომ რომ ესე ინტერნეტს არ გაუწვალები ვარ ისინი და ცდილობ რომ მაინც გაგაგებინოთ სიტყვა რა. ამიტომ გავიყოთ ჩვენს თავზე. შეერთე გამოსახულია ეს თქვა, მისმა მეგობრების ნათქვამია იგი. ისო ბიჭებო, ჭიქა სუფრაზე ვიყავით. წერია გამოვიუდა და უფრო უარესში ჩავეთრიოთ, ჩავეფლეთ. არ სიამოვნებს მეგობარო, არ სიამოვნებთ როცა მე ვსაუბრობ შევენ საფუძველზე, იმიტომ რომ იციან და ხვდებიან ვინ იყო, მაგრამ ხალხის არჩევა, სრულიად საქართველოს არჩევა. ანუ შიში რა არის, იცი მე სრულიად როგორც საქართველოს არჩევა. მედან გამომდინარე, როგორ გონია თქვენ გვაპატიებს ღმერთი მის ის არა ქვია, მარტო ზვიაც კი არ ვესურვეთ თქვია, არამედ საქართველოს ვესურვეთ თქვია. და გვაპატიებს უფალი ამას, სანამ არ ვაღიარებთ ამ იმას მე რა თქვია. ვიცი, ერთი ბოდიში ჩავეჭა. უნდა იგი რომ კგბ-ს ამბავი იყო. დამე თქვენ ახლა თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირი, მე რა ვიცი ისი მახსოვს 15 წელს არის. ჩვენ უკეთესად ვიყავით ყველანაირად. ოჯახი არ იკეტებოდა, სახლი არ იკეტებოდა, კარი არ იკეტებოდა, მაკაცობა იყო, მეგობროს წინდისი იყო, ნამოსი იყო, ქალებს სტატუები არ ეკეთა, შარვლებით არავინ დადიოდა და აი დღეს რა მოგვიტანა ამ ვითომ იგი მოჩვენებითი დამოუკიდებლობა. ეგ მარტო დამოუკიდებლობაა. ზამიკო, იმიტომ რომ რა რიცი, ჩვენ მეგონა რომ ჩვენ ვიყავით იმპერიის მმართველები, ვიყავით ქართველები, ზამიკო. საბჭოთა კავშირი მმართველში იყო. ვილაპარაკოთ, არა ზამიკო. თამარის ალაპარაკებში ყველაზე კაი სიტყვა მე მომწონს, რომ მე ყველაზე მართალ, აი ბევრს მართალს, მაგრამ ყველაზე მაგრამ ის მომწონს თამარის ალაპარაკებში, რომ უწმინდესი და უნეტარესი ყავს ჩვენ ერთი. აი როიძახი უფალია მაგაში გეთანხმები. უწმინდესი და უნეტარესი ერთი ყავს ჩვენ. ეხლა რა გითხარი, მაგერი ბოდიშმა ბიზანტიის იმენ ნელა ტიტულები, წმინდა მამისას ძველად რო იყო, ბასილი და იმათისა, მოციქულებისა ის რო გეთქვა. რა ქვია, უწმინდესო და უნეტარესო ნაჯახში აღარ გავდა თავში. ალბათ. გავიგე? კერო პეტრეს მოციქულს ხო დაუჩო იმას რომ მივიდა თაყვანილებს ალექიოში, შენ არის კაცი ვარ მე და შესაძლოა წოდილიო რომ რა თავავსეოდა იმისთვის ის რო გეთქვა უწმინდესო და უნეტარესო. ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც ტიტული მიიწერა. ჩვენ არც ერთ პატრიარქს ეგრე არ უწოდებდნენ. და ეს კიდე არის ყველაფერი. და სხვა პატრიარქებს არ უწოდებდნენ, არ თაფაგარებითა. ხო და ამან დაარქვესო, მიაწერეს ეს და რომ მოგაწერეს ამ ხელა წოდების ადამიანი ხარ, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ხო უნდა თქვა რას კადრულობ, ეს ქრისტეს ტიტულია. და ქრისტეს ტიტულს რო შენ გეძახე. მაგას არავინ არ შეეკითხა, რომ უკვე დაო ისეთი დაბიძურებულია ის ადგილი, სადაც მაგი დაისვა. მაგას არავინ არ იკითხებოდა უკვე. ანუ საცოდავი ილია მეორე ყავს? საცოდავია ჩვენი ილია მეორე? დაო მე რა ვიცი, იცი, პირადად მე როგორ ვიცი, როგორი ერის ისეთი ბერიც. როგორი ერი ისეთი ბერი? თუ პირიქით როგორ იცი ასე ბერი? ყოფილა, ხალხი ასე აქვს, მეც მინდა პირიქით რო იყოს, მაგრამ ასე აქვს ხალხს, ასე აქვს, ნათქვამი. ანუ ესე იგი ჩვენი ილია მეორე ზომა კათოლიკოს პატრიარქმა სხვაზე დაწერა. თუ არ ვცდები. რა დაწერა სხვაზე? დაწერა სახელი, ვინ უნდა ყოფილიყო. შემდეგი პატრიარქი. კი. მე მგონი 67 წელს მოხდა. სახელი და გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ის ხო მოწამლეს და მე გაგიჟდა ვითომ და ილარიონი. იმაზე არ დაწერა. არც იყო დაწერილი ჩვეულებრივ და პატრიარქი უნდა ყველა მიცოდა, ქორეპისკოპოსი იყო და პატრიარქი იყო, ოფიცერ პრობლემა არ იყო, გაიოს კერატიშვილი. და გაანადგურა ყველანაირად. ყველანა გაგანადგურება უთხრა, დაპირდა და გაანადგურა. ზუსტად ვიცი დეტალებში ვიცი რას გამოხდა, მაგრამ მეგობარი იყო ჩემ. გაანადგურა, როგორც ბოლოს რო გამოვიდა ციხიდან, რო გაისტურა, გადოლბაიჩიდან გამოვიდა ციხიდან. შენ ამნისტია რო გამოვიდა გორბაჩოვი 80 წელს რო გამოვიდა ციხიდან, მივიდა საპატრიარქოში სათხოვნას არაფერი აღარ დარჩა კაც. გატყავებული იყო კაც. ხო და მივიდა სათხოვნას საპატრიარქოს პრესია ხო უნდა იყო, საპატრიარქო და ხო უნდა იყო რაღაცა საქმე რაღაცა უტაკება. რომ მივიდა პატრიარქთან, აჩერ არ უნდეს ასე უშვის. და ვიღაცასთან ერთად მიიღო პატრიარქმა. ასე რომ შემომხედაო რო შევედი განადგურებული კაციო. აუარდა ისტორიული სიცილი. ილიანოს რო გამოვხედა, აუარდა ისტორიული სიცილი, მე ვიჯე გამწარებულიო, ის ვიღაცას ვიძი ყვა განახსოვს მითხარი ეპისკოპოსს.
ის გაკვირებულია სხვა კაშა სასწრაფო რა არის ალბათ როგორ მე ასე ახსენე ალბათ ხო როგორ გიტირე დედაო როგორც იცინიან ჯიად გამსახურდიას დროს, როცა ეს შევარდნაძე და ილია მეორე ერთმანეთის გვერდზე როდგანან და ეშმაკებივით რო იცინიან, მაგრამ ეხლა ის კითხვა მაქვს მე. ილია მეორეზე კი, შენ ამბობ რომ ილია მეორეს არ ქონდა არჩევანი, ხო? თუ ილია მეორეს არჩევანი არ ქონდა, ესე იგი ვინ დგას ილია მეორეს უკან? ეს არის გასაკეთებელი, ხო? არა, არჩევანი არ ქონდა კაცო. მაგი წიგნი გამოვიდა კიდე ნიკიტა თანაკვაძის ახლა ახლობელი ერთმა ინტერნეტში და არელეგალურად გაყიდა ის წიგნი. და ახლობელმა იყიდა უნდა წავიკითხო დიდი წიგნია ოქმები. ნიკიტა თანაკვაძის ვინც იყო კირიო კათალიკოსის დროს. ხო. როგორ მოკლეს კირიონი მარტყოფში. და ის წიგნში არის დეტალები წიგნი რომ გამოვიდა გაყიდვაში. ეგრევე ამოიღეს ყველგან და გაანადგურეს. ახალი ამბავი ის ამბავი კი არა. თაჟიკია ოჯახებში მოგეკითხეს ახლობელმა და რომ ქონდა ათქომი წაიღვეთო და არ დააბრუნა წიგნი. მე და როგორ არის თელეოქმები ახლა მაგი არ საგესალაპარაკოთება მასე დაუბრუნდა და ასე რაღაცა იმით მე მიიყვანენ რომ გაგამხელდა ალბათ თამა პირველი ეგ არის ჩემი აზრით გასაკეთებელი რომ აი ეს გაყიდვები იქნება მივიდეთ ფრავალი რომ გაყიდვებიდან დავიწყოთ იქნება აი ზუსტად მაგას აზრებიდან ხო დაძლებიდან გარეთ გააკეთეთ კარტად გააკეთეთ გარეთ გაიტანო ხო გალავნის გარეთ გაიტანო შიშვლები და სიგარეტს მოეწევა ხშირად არის ამისანა რაღაცები ამიტომ დავიწყოთ რა ეხლა ეს ლაპარაკი ძალიან ბევრგან წავიყოს დავიწყოთ კონკრეტული საქმიდან მივიდეთ ცოტა მომრავლდეთ მივიდეთ არ გვინდა და როგორც კონტროლი ისე რა ქრისტეს სიტყვის დამცველები მობილიზაციის სიყვარული ქრისტეს სიტყვის მოდი მაგით დავიწყოთ ამის კარგი აზრია მე კიდე მაგით დავიწყოთ ერანერა და ვილაპარაკეთ ერთი ნაბიჯი თუ გადაიდგა და ღმერთო უფალოდ კარგად წავიდა საქმე მე მეორე ნაბიჯი გამოვიდა მაგას ვამბობ მეც რომ ეს იყო ის საკითხი, რაც გამაკეთებინა, ვთქვათ, მე რაღაცა ძალამ, ხო? და თუ რაღაცა ძალამ ეს გამაკეთებინა, ესე იგი დასაწყისი ესე უნდა მოხდეს. აქ ჯვრიდან დაიწყოს გაწმენდა, რომ ყველა სავაჭრო ცენტრი ეკლესიიდან გავიდეს, რაც ქრისტემ მაშინ თქვა და დღესაც არ შესრულებულა. კარგი აზრია, მოდი მაგით დავიწყოთ, კიდე უფალი რამეს მოგხსენს. აი ზუსტად ეგ არის ეს. მე თვითონ გიჩვენებს რა მოხდა. კი, ნამდვილად ეგრეა რა. ეხლა ხო მოგცა მიმართულება ამ მღვდელმა აქ, რომ წადითო მე არაფერი არ შემიძლიაო. ეს მოგიყვება, ხარ და მოგიყვება. ქრისტეფორე? ქრისტეფორე. რაკია, არ გითხრა ის. როგორ არა, ყველაფერი მოგვიყვა მაგან. თვითონ წაუდგა გაიოს პირში. გამიგე და ახლავლანიო. მომატყუერო პატრიარქიო. წავაუდგა კაცმა გამომხედა ასაკაცო. არ აქვს ჩვენიათ გიცრობს საერთოდო. რა გაკვირდება, გიცრობს საერთოდო. ეს რა გამაკეთებიენო კაცმა. ეს კარგი თამა, რაბა შევხედოთ ხოლმე ინდოა. გამომხედა სასწაულს. ეს დავსახოთ მიზნად და მე უკვე გამოდაწყება ერთი კვირის მერე დათმება და მე უკვე მივიდეთ იქ. კიდევ საპატრიარქოში მივიდეთ, ხო? ერთი კვირა ცოტა ადრეა. არ დათმება, მაგრამ კი დათმება, მაგრამ შეკრებას ახალ შეკრებას ვიძახეთ, ცოტა გადავდოთ მაგალითად 40 დღის დღეიდან. და რომელი თვე იქნება? ეხლა მარტი არის, მარტის ბოლოს ან რაღაც ასე ზობასაც მივიდეთ. ხო, მიხდით ძალიან აღდგომა დღეს მივიდეთ საერთოდ. აღდგომა დღეს ვინ გამოვა, თორე აღდგომა დღეს ზობაჯობი. არ გამოვა ბევრი მართლა სიძა. არ გამოვა, მაგრამ იქ არის ხოლმე ილია მეორე აღდგომა. იქ არის. და ილია მეორე და ჩვენი თავარი ჩვენ მიყვეთ. ჩვენ მიყვეთ თავარი. ხო, დავთო ილია რა თქვინა, მივარ სადაც მივარ და იქ ყველა ილია გაიგებს რომ ხალხი შეწუხებულია ეტყვია. დიახ, ეგრე იქნება. თავრე ჩვენ მიყვეთ, გისმის? ხო, კარგი იქნება. მაგას კი დავგებია. აბა, გაიოს განადიშვილი მე საწოდავმა. რაღაცა რომ უფასოდო გიბუნებდო საპატრიარქო და გამოუგზავნეს იგი საავტობუსში გიბუნებდ უფასოდ. ერთ ხუთს უკვე დააწვიეს და აღარ გამოსულა იქ. ხო. უფასოდ რომ უგუნალე. უფასოდ უმკურნალეს და მოკლეს. მანდახე დამიგო. გაიოს კერატიშვილი. ჩაფიზი დარეკა. სადახანო ფერავო. ჩაფიზის კლიმაში ვარო. მე ვარ გულანო რანგი ნაბაკტყა და პროფილაქტიკას ვიკეთებ, მას შემოთავაზენ უფასოდ იგი. პროფილაქტიკა ვიკეთებ. ხვალ ჩვენ მოვალთ ალბათ 11 საათზე. კი, 11 საათზე მოვალთ ხვალ.
ნუ ამოვიცი მე აქ საქმე იმაშია რომ აი ხო ზუსტად მივხვდი შენ მეც ეგრე ვიფიქრე რომ რახან აქ მოგვიყვანა ჩვენ ღმერთმა და ეს დაგვავალა რომ ეს უნდა მოხდეს ამის გამოტანა მით უმეტეს ეს მღვდელი დამპირდა მე რომ მოვაგვარებთო მაგ საკითხსო წინაზე რო ვიყავ უშიშროება რო ამოვიდა და დღეს პასუხი ვერ გამცა დღეს ერთი პასუხი იყო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებო მოდივარ მამაო ჩვენოს ვიძახი მივდივარ ხო ეგ იყო პასუხი მასეცა ხო იცი ხო ნუ ანუ თვითონ გითხრა რა უნდა გავაკეთოთ რა პრინციპი სკამი გავიდა სკამს გავაკეთე ხო და მაგას ვერ ვიტყვით ანუ მე როცა შეხვედრა მქონდა დასავლეთში 2 წელი წინ და ვიყავით ჩასულები მე რო ვისაუბრე მე ძალიან მახსენე არა ვარ პოლიტიკოსი ჩემი საქმე არის ანუ ქრისტე ღმერთში გაერთიანება რომ მოვახდინო ქართველი არის და როცა დავიწყეთ საუბარი ხო ძალიან დიდი ხანი ვისაუბრეთ და ამ საუბარში ძალიან ბევრი რამ მოვისმენე და მე მითხრა ერთმა რომ აი რასაც მე დაგიწერ ის უნდა წაიკითხო და მასე არ არის ბატონო მე ვთხარ იქნებ და იქ შეცდომა არის რაღაცა ხო როგორ უნდა მოვყვე ხა საზოგადოებაში გავიდე და რაღაცა ვიღაცამ რაღაცა დამეწერა ხო უნდა წავიკითხო და თუ იქ არასწორია რაღაცა უნდა შევასწორო ასე ახლა ვიღაცა აქ რომ მოდის სიტყვაზე და აქ მამაოჩენოს ამბობს მას არ მიაჩნია რომ ეს არასწორია თვითონაც უნდა თქვას ხო საფრთხელი და თუ როდესაც ჩვენ არ ვიდა ის თქმა მე ანუ როდესაც ჩვენ არ ვამბობთ არაფერს ხო ანუ ვიზიარებთ უკვე ხო ხო ვიზიარებთ და რა მონაწილეობთ ხო კი ბატონო ანუ ვეთანხმებით იმას რა ქვია მაგიტომ შევიკრებათ რომ არ ვიზიარებ ამიტომ ყველამ უნდა თქვას თავის სათქმელი და სწორედ ეს არის ანუ მაგათა ზრს არ ვიზიარებთ მაგიტომ კი შევიკრებათ ბატონო და აი ეს უნდა გააკეთოს ყველამ ანუ არ უნდა დავეთანხმოთ ყველა ვართ ვალდებული რომ ეს ვთქვათ ხო ვიღაცამ აი ჩემი საქმე არ არის ზოგჯერ მომისმენია ხო ჩემი საქმე არ არის ანუ ვისი საქმეა ჩვენი საქმეა ჩვენი საქართველოს ჩემი შვილი მასე არ აკეთებს არ შეიძლება მასე თქვა კიდე შენი არ აკეთებს შენი შვილის ზაქალი ხო ეგ თუ ჩვენი საქმე თუ არ არის მაგას თუ აქედან უნდა დავიწყოთ თორე ჩვენი საქმე თუ არ არის და აგი გადაგივილია რომ ეს პაკისტანი და ყველაფერი მე ბელგიიდან უყურე ჯერ აქ არ ვიყავი რომ ჯვარზე რაღაცეები რომ მოხდა აქ კი აქ არ ვიყავი ჯერ ჩამოსული იქიდან უყურე ლევან შენ რა აქედან დავიწყოთ რა ვინმე რამეს მეკითხება ხო ანუ შენ რას ფიქრობ ეკლესიაში ვაჟრობაზე რას ფიქრობ საერთოდ მაგე ახლა რა თქმა უნდა შეიძლება საერთოდ ხატის გაყიდვა ჩემთვის რაც მინდა მე იმას ვერ გავყიდე ვაჩუქები ხო ჩემთვის ხატი ძვირ ფასია ჩინელების ქსეროქსი ხატები რო იყიდება რა შენ გონი იგი მართალია შენ გეხოთნე ყველგან წარამარა სამთლის გაყიდვა პრეული წესით საფროეს ანთებენ და შეკრებით როცა ანთებენ შაბათ შალომის დროს ორი ანთებენ აი ეს რაღაცა არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობის ქრისტე შაბათების მიხედვით იყო ხო ეუბნებოდა არ ღო შაბათს და ისე ეუბნებოდა შაბათს კეთილის გაკეთება მნიშვნელოვანი თუ საფროეს ანთება დიახ ხო ჩემთვის შაბათს უფრო კეთილის კეთება გასაკეთებელი საბალახო ხო გაკავთ სიყვარული არა ხო ფოტოს მოვიდეთ ვიღაც არაბი შევიდა რა რომელიღაც ყიყის მონასტერში ხო ჩემი მეგობარი იყო წასული და სიგარეტის მოწევა დაიწყო არამა ტაზარში შიგნით და დღემ არაფერი არ უთხრეს იმიტომ რომ კაი მაყუთი ჩაწიდა $100 დოლარი ასეთი ჩემ მეც დავიწყეო რა ბიჭმა თქვა ხოდა მაგარი დავა ლევან მათეშვილი დეკანოზი რა ფილოსოფიის დოქტორია თუ რაღაც ისტორიაზე შენ რატო უარყოფო რომ ჩვენ მამა დაგვიძახვა მეუფე დაგვიძახვა რა და მე ვუთხარი კი ბატონო დაგიძახე მამას თუ შენ ძმად მაღია ქრისტეში პრინციპები მაგრამ ის გდლობა უფლის გდლობა არ არის აზრის გდლობა ელი არ იყო არონიანი გდელი საცეცხლური არ ეჭია ელია პირდაპირ მღვდელი იყო უფლის მოსე არონი და სამუელ მღვდელთა შორის მისთავ წერი არონის ახურენი არის ამიტომ ერთი კიდე სიტყვებია რომ ქრისტიანულს რომ ნუ იქნები ერთ-ერთი ამბოხებულთაგან მე ვიყავ სემინარიაში ვით ესე ცოტა კრიტიკულად ვიდგებოდი რა და ესე მეცი მღვდელია ბიძინაგუნია და გამოვიდა მითხრა შენო ჩვენ ვერ გადაგოშენებოთ ყვილად წვალება ეს ჯვარცო რაც მიკეთია ხისა რა პირდაპირ ესე მითხრა მე არ ვიცი ეს კანკელები მე გავამატეს მე საუბრობ შეშო
საცოცხლობის მერე შემოვიდა ბიზანტიურის გენერალ-მარტი კაფეთქვა. ამდენი ხაგელიაზე დამატენ აღამახს რომელიღაცა წიჟო გამოიქნა მამა ხო ეგეც შეთხილი ხალი ხო შეთხილი ხალი დაინახო მე იმათ კაშეკე და მე რა შუაში ხო მე ხო კანდელის და აქედან სადღაც იყვავი აი ზედაზის მონასტერში არ არის უკან კელოა ბარიერი არის კი მაგრამ უკან არის ეკლესიაო რა. იოანეს მამა იოანე ნათლისმცემლის მამა რო შედის ხმა რო უვარდება და საღაზა შედის დამარილშიო აი მიუხედავად იმისა ის მოიყავს ნათლისმცემლის მამა იყო დემთავარი ხო ზაქარია ხო ტაძარში შედის ანგელოს ფეხბურთის მერცე ლაპარაკი ანგელოს მერცეს ანგელოს და მაინც ეჭვიებარება აი წარმოგიდგენ რა დონის ადამიანთან გვაქვს ჩვენ საუბარი და მე პატრიარქის ამით რაღაცა პატრიარქის ერთ-ერთი ადამიანია რომელიც შეცდომილი არის რა გადაგით უყურე მე საპატრიარქოში მივიყვანე საკადემიის ბიჭები მიგიწევს რა მეც წავყევი ერთხელ და ორჯერ ვიყავი საპატრიარქოში ილია მეორე მესეც სიტყვები თქვა პირდაპირ რომ ასევასწავლოთ მოგახსოვს და ეს პატრიარქმა თქვა და მე გავაპროტესტე ხო მე უკვე რაღაცა აი ხა ის არის და ეს არის რას ვიცავთლება ამდენი ბორდელები და კაზინოები რო ესე იგი მადლია გადმოსული ჩვენს მადლიანი ქვეყანაა და მადლიანი ქვეყანა კი არა ვართ ვინც გვერდში ყავდა ყველანი უსასყოლო არ წავიდა ახალგაზრდა ბიჭები და მე არ შემიძლია მეც მეუბნები ანტიოქიაში ჩასული იმაო და ეგ რო უთხარი მღვდელსა და მე გეშენ არაფერი არ გესმის და რა ვიცი ჟორდან გახდი განათლებული მეთქი როცა ფულის უნი გაიგებო კი მე უთხარ ადრე ჩემი ძმა იყავი ახლა მეუფეს გიდა რომ მეუფე გიწოდო მეთქი ჩემთვის ერთი ყავს მეუფე ერთი ყავს მოძღვარი და შეიძლება ადამიანს უთხრა რომ მასწავლებელთან თავი ისე ჩემდაც და ჩემს ძეს ჯვარი დაწერა და რაღაც დაუწყია მღვდელსო ჩვენო რატო არ ჯერა ჩვენი რა ის კაცი ცოტა ჩვენსკენ არის და საღათაზრუნეს ვანი კაცია როგორ უნდა დავიჯერო კაცო მატყუებო და ქრისტე ვაჭრობდა ეკლესიაში სადაც შევედი რაღაცა აზრები გაქვს თავში და მე გადადიან აზრი ნახე შენო სემინარიაში უგდათ არ გაკურთხესო ერთი მეგდელი ვარ ხა მაგალ მეთქვა მაგრამ ყველა მეგდელები ვარ ჩვენ და ქრისტიან მამის მეგდელებად გვაქცია ჩვენ და ვისაც ღმერთის სიყვარული აქვს ქრისტე ერთ-ერთი გზა მოგეთხოვა მე პრეზერვატივის რო დაუშვე ჩვენ აღარ მოგეთხოვა დედოფალი აღარ მოგეწონება უკვე რა და გამოგიყვანენ მე ამბუხეთ შენია საგიმხედრებენ მე გამიკეთის ეგრე ცილი დამწამ არ დაბასახარება არა ეს რა ქვია მაგას კაცო გნოსტიკური სახარება აგნოსტიკოსების სახარება ხო გნოსტიკური სახარება დაარქვეს გნოსტიკოსების კი არა წერილები ესე იგი იუდას ბევრი რომართან ყველამ ჩაწერა კაცო ხო ფაქტია ყველა ჩაწერდა ხო არა ყველა მწერა კითხვა არ იცოდა ზოგმა თქვა მე როზმაგაცო ფირაკლისთან რაღაცა ვთქვი ამასთან რაღაცა ვთქვი შეთა რაღაცა ვთქვი ყველა რაღაცა ხო დაწერა 70 სახარება იყო არა მგონია რომ ქრისტეს ოჯახი არ ყავდა მაშინ ესე იგი ჩვენ ყველა ცოდაში ვართ ვისაც ოჯახი ყავს ყავდათ გრაალის ფუსტი რაინდები ვინც იყვნენ გრაალის მცველები იყვნენ ქრისტეს შთამომავალი მე უბრალოდ მამიოკებს მეწყავებ და მე ვიხდები მასონები გმართავენ